21 საუკუნის დასაწყისში, როდესაც მსოფლიო ინტერნეტის გლობალურ ქსელში ახალ შესაძლებლობებს ეძებდა. გერმანიის პროვინციულ ქალაქ როტენბურგში, ძველ და იზოლირებულ მამულში, კომპიუტერულმა ტექნიკოსმა ტექნოლოგია ყველაზე ბნელი და წარმოუდგენელი მიზნისთვის გამოიყენა. 2001 წლის მარტში ონლაინ ფორუმზე კანიბალების კაფე, სადაც ადამიანები ჩვეულებრივ მხოლოდ ფანტაზიებს უზიარებდნენ ერთმანეთს, გამოჩნდა განცხადება, რომელიც რეალობის საზღვრებს არღვევდა. მომხმარებელი ფსევდონიმით ფრანკი ეძებდა 18-დან 30 წლამდე კარგად ნაგებ მამაკაცს, რომელსაც სურდა რომ მოეკლათ და შეეჭამათ. ეს არ იყო ხუმრობა და ამ განცხადების ავტორი 40 წლის არმინ მაივესი, სრულიად სერიოზული იყო თავის განზრახვაში. My name, Armin Maives. I was born 1961. I'm a computer engineer from Rothenburg, Germany. გერმანული კრიმინალისტიკის ისტორიაში ეს საქმე უნიკალურია იმით, რომ აქ არ არსებობდა მსხვერპლი ტრადიციული გაგებით. ბერლინელი ინჟინერი, 43 წლის ბერნდ იურგენ ბრანდესი, რომელიც წარმატებული კარიერის მიუხედავად ღრმა დეპრესიითა და მაზოხისტური გადახრებით იტანჯებოდა, მაივესის განცხადებას გამოეხმაურა. ბრანდესი წლების განმავლობაში ოცნებობდა საკუთარ სიკვდილზე, მაგრამ არა თვითმკვლელობაზე, არამედ რიტუალურ განადგურებაზე, სადაც ის სხვა ადამიანის ნაწილი გახდებოდა. მათ შორის მიმოწერამ დააზუსტა ყველა დეტალი, რის შემდეგაც ბრანდესმა გაყიდა თავისი მანქანა, აიღო შვებულება და მატარებლით როტენბურგში გაემგზავრა, საიდანაც უკან დაბრუნებას არც გეგმავდა. ტრაგედია დატრიალდა 2001 წლის 9 მარტის საღამოს, მაივესის დიდ, ნახევრად ცარიელ სახლში. ყველაზე შემზარავი ფაქტორი ამ ისტორიაში არის ვიდეოკამერა, რომელიც მაივესმა ჩართო და რომელიც 4 საათის განმავლობაში იწერდა მიმდინარე მოვლენებს. ეს ჩანაწერი შემდგომში გახდა მთავარი მტკიცებულება სასამართლოზე და დაადასტურა ის, რისი დაჯერებაც პროკურორებს უჭირდათ. ბრანდესი ყველაფერზე ნებაყოფლობით დათანხმდა. მამაკაცებმა ჯერ ალკოჰოლი და დიდი რაოდენობით საძილე საშუალებები მიიღეს, რის შემდეგაც ბრანდესის დაჟინებული მოთხოვნით მაივესმა მას სასქესო ორგანო მოკვეთა. მათი თავდაპირველი გეგმა იყო, რომ ეს ნაწილი ერთად შეეჭამათ, თუმცა კულინარიული მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. ამის შემდეგ მაივესმა სისხლისგან დაცლილი და ნახევრად გონებადაკარგული ბრანდესი აბაზანაში დატოვა, სადაც მსხვერპლი საათობით ელოდებოდა აღსასრულს. მკვლელი კი ამ დროს გვერდით ოთახში წიგნის კითხულობდა და პერიოდულად ამოწმებდა მას. გამთენიისას მაივესმა დანით მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა ყელში, რითაც დაასრულა ბრანდესის სიცოცხლე. მომდევნო საათები კი ნამდვილ კოშმარს ჰგავდა. მაივესმა სხეული პროფესიონალი ყასაბივით დაამუშავა. ხორცი დაანაწევრა და საყინულეში შეინახა პაკეტებში, რომლებსაც წარწერები გაუკეთა. მომდევნო 10 თვის განმავლობაში ის პერიოდულად იღებდა ხორცს, ამზადებდა სხვადასხვა რეცეპტით და მიირთმევდა როგორც ჩვეულებრივ ვახშამს. მისი თქმით, ყოველი ლუყმის გადაყლამვისას ის გრძნობდა, რომ ბრანდესი მასთან იყო და მისი ნაწილი გახდებოდა, რაც მის პათოლოგიურ მარტოლობას ავსებდა. არმინ მაივესი სრულიად შემთხვევით დააკავეს 2002 წლის დეკემბერში, როდესაც მან ახალი მსხვერპლის ძიება დაიწყო და კვლავ განათავსა განცხადება ინტერნეტში. ფორუმის ერთ-ერთმა მომხმარებელმა პოლიციას შეატყობინა, რასაც სახლის ჩხრეკა მოყვა. პოლიციელებმა საყინულეში ნახეს ადამიანის ხორცის მარაგი და ის შემზარავი ვიდეო ჩანაწერი. სასამართლო პროცესი იურიდიულ ჩიხში შევიდა. გერმანიის კანონმდებლობაში არ არსებობდა მუხლი კანიბალიზმისთვის, ხოლო მკვლელობის მუხლი რთულად ესადაგებოდა სიტუაციას, სადაც მსხვერპლი თავად ითხოვდა სიკვდილს. თავდაპირველად მაივეს მოთხოვნით მკვლელობისთვის 8 წელი მიუსაჯეს, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. მოგვიანებით საქმე გადაიხედა და 2006 წელს მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, რადგან სასამართლომ დაადგინა, რომ მიუხედავად მსხვერპლის თანხმობისა, მაივესის მოტივი იყო სექსუალური დაკმაყოფილება და ფსიქოლოგიური კომფორტი, რაც მკვლელობად კვალიფიცირდა. ციხეში ყოფნისას არმინ მაივესი ვეგეტარიანელი გახდა და შეუერთდა მწვანეთა პარტიის ადგილობრივ უჯრედს, რაც ამ ისტორიის კიდევ ერთი ირონიული დეტალია. ეს საქმე იმდენად რეზონანსული იყო, რომ მან შთააგონა ჯგუფ რამშტაინს სიმღერა Mein Teil. და გახდა საფუძველი ფსიქოლოგიური თრილერის გრიმების სიყვარული, Grim Love, როთენბურგი, სადაც დეტალურად არის ნაჩვენები ის არაჯანსაღი, მაგრამ უცნაურად რომანტიკული კავშირი, რომელიც ორ დაზიანებულ ფსიქიკას შორის გაჩნდა. My name, Armin Maives. Is it wrong
to want to find someone who can see inside of you.